წლის ყველაზე ძლიერი ახალმთვარეობა და რატომ არის ყველაზე ძლიერი? მოგეხსენებათ, მთვარე მართავს კირჩხიბს, ხო? ანუ მთვარე ითვლება კირჩხიბის მმართველ პლანეტად. ახალმთვარეობა გვექნება 14 ივლისს კირჩხიბში. ხო? ანუ მთვარეც იქნება კირჩხიბში და მზეც კირჩხიბში. ხო, ეს შეერთება მოხდება პლანეტარული. და რატომ ვამბობთ, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ახალმთვარეობა? იმიტომ რომ მთვარე არის აქ ყველაზე ძლიერი. ანუ მთვარე კირჩხიბი არის ყველაზე ძლიერი მთვარის გამოვლენილი მდებარეობა. მოამზადეთ კალმები, ჩავიწეროთ ახლა მანიფესტაციური ტექნიკა, მეგობრებო. ამ ტექნიკას ქვია წერილი ჩემ თავს მომავლიდან. ძალიან ძლიერი ტექნიკა. ამაზე მე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ეხლა დრო მოვიდა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ახალმთვარეობა. აქ უკვე დაგვჭირდება, ფურცელი და კალამი. კალამი ნებისმიერი ფერი შეიძლება იყოს, არ ვიცი, თუ მოგწონთ წითელი, იყოს წითელი, თუ მოგწონთ შავი, იყოს შავი, თუ არა და ლურჯი ხო კლასიკურად. არ აქვს მნიშვნელობა ფერი. თქვენი მომავლის ვერსია, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ, უწერს წერილს თქვენს ამ აწმყო ვერსიას, ხო? ძალიან საინტერესო ტექნიკაა ნამდვილად. უცლებელია ჯერ იცოდეთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ თავი მომავალში, ანუ იდეალური მეს ვერსია როგორია სამომავლო. ეს თუ არ იცით, ამ ტექნიკას ვერ შეასრულებთ, ხო? აი დეტალებში წარმოდგენა, აი როგორ სახში ცხოვრობთ, უშუალოდ ეს კორპუსია თუ კერძო სახლი, სად ხართ ტერიტორიულად, უცხოეთში თუ საქართველოში, რამდენი გაქვთ შემოსავალი, როგორი ხართ გარეგნულად, როგორი პირადი ცხოვრება გაქვთ, როგორი კარიერა, ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი დეტალები უნდა წარმოიდგინოთ, აი როგორი გინდათ, რომ თქვენი მომავლის ვერსია იყოს.